გამარჯობათ. დღეს გესაუბრებით ტკივილზე, რა არის ტკივილი და რა უარყოფით და დადებით გავლენას ახდენს ჩვენზე ტკივილი და როგორ შეგვიძლია რომ გავიყუჩოთ ეს ტკივილები ან მოვიხსნათ საერთოდ და როგორ გავიქარვოთ ეს ტკივილები. ტკივილები არის ჩვენი გრძნობების, ემოციის გამოხატვა, ხომ? ადამიანი არის ფიზიკური ტკივილი, ადამიანი გრძნობს ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტკივილს. და საერთოდ რა არის ტკივილი? ტკივილი არის ჩვენი სხეულის ენა, ანუ ჩვენი სხეული ის ორგანო გვეძახის, რომ ვუშველოთ. ანუ იქ რაღაც ვერ არის ისე კარგად და მას სჭირდება ჩვენი დახმარება. თუმცა არის ისეთი დაავადებები, როდესაც ფარულად მიმდინარეობს, ანუ ლატენტურად, მაგალითად, ღვიძლის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ხო? ანუ ფარულად მიმდინარეობს, არ არის ტკივილი და როცა უკვე შორს წასული პროცესები არის, მერე უკვე რთულია მისი მკურნალობა. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით, ჩემო ძვირფასებო, გირჩევთ წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ ბიორეზონანსული კვლევა. ამიტომ უნდა დარეკოთ ტელეფონზე 571-2408-27 და ჩაეწეროთ ჩემთან ბიორეზონანსულ კვლევაზე, რომ იყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები. ტკივილი, ჩემო ძვირფასებო, არავის არ მოგწონს, მაგრამ არავის არ გვიყვარს, მაგრამ მისი მეშვეობით ჩვენ სწორ გზაზე ვდგებით, ჩვენ ჯანმრთელდებით, ხომ? როდესაც რომელიმე ორგანო გვტკივა, მაგალითად, კბილის ტკივილი, ხომ? მივდივართ სტომატოლოგთან, როდესაც ძელი გვტკივა, ფეხი გვტკივა, თვალი გვტკივა, გული ყველაზე ხშირად ძირითადად გული აწუხებთ ადამიანებს, ხო? და მაშინ გვეღვიძება, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ის ტკივილი გვაღვიძებს, გვაცოცხლებს ჩვენ, გვაფხიზლებს, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე ვიწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ხო? მივდივართ ექიმთან, მივდივართ სამკურნალოდ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში და ჩვენ ვიყენებთ როგორც ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, ანუ ანალგეტიკები და მოგეხსენებათ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მაინც ონკოპაციენტები არიან, ტკიბოთი დაავადებული პაციენტები, რომლებიც მორფს იკეთებენ და ის მორფიც უკვე აღარ უყუჩებთ ტკივილებს, ხო? ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ტკივილი არავის არ გვიყვარს, რა თქმა უნდა, ცუდია, გაუსაძლისია ტკივილი. ყველა ვცდილობთ, რომ ისეთი პრეპარატი, ისეთი საშუალება მივიღოთ, რომ პირველ რიგში ტკივილი გავიყუჩოთ და შემდეგ უკვე დავიწყოთ გამოჯანმრთელება, ხო? ასე რომ ტკივილი ერთ-ერთი სერიოზული ნიშანი არის ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემის, რომ გვეძახის ჩვენი სხეული, რომ თავს უშველე, ხო? დამეხმარე გამოჯანმრთელებაში. მე რაც შემეძლო გავაკეთე, ახლა შენ უნდა დამეხმარო გამოჯანმრთელებაში. აი ასე გვეძახის ტკივილის მეშვეობით, ანუ სხეულის ენა არის ჩემო ძვირფასებო ტკივილი. თუმცა არის ეს ფიზიკურ ტკივილს, რაც შეეხება, ყველაზე რთული მაინც ეს არის ჩვენი სულიერი ტკივილი, როდესაც გულთან ერთად, ანუ სული გვტკივა და სიცოცხლე ფაქტიურად არ გვეხარია, ხო? როდესაც ეს სულიერი ტკივილებია, სულიერი ჭრილობები, როდესაც მაგალითად საყვარელი ადამიანი გარდაგვეცვალა, ან საყვარელმა ადამიანმა გული გვატკინა, ანუ სამართლოდ გვექცევიან, ამ დროს ჩვენ ვიღებთ სულიერ ტკივილს, რომელიც პრინციპში კი ინკურნება, მაგრამ
მისი განკურნება ძალიან რთული, ანუ სულიერი ჭრილობები, სულიერი ტკივილი, როდესაც სული გვტკივა, ხო? და გული და სული, როდესაც ტკივილით არის სავსე. ძირითადად როდის ვიყებთ ანუ სულიერ ტკივილებს? ორსულობის პერიოდში, ანუ მუცლად ყოფნის პერიოდში, ანუ რასაც დედა გრძნობს, განიცდის, აგრეთვე მის მუცელში ბავშვიც იმავეს გრძნობს და განიცდის. ამიტომ ორსული ქალის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევუქმნათ ისეთი პირობები ძვირფას ქალბატონებს, რომ იყვნენ მშვიდ გარემოში დედა და ბავშვი, ხო? აგრეთვე პატარა ბავშვები ყველაზე მეტად როგორც ფიზიკურ ტკივილს, ასევე სულიერ ტკივილს და აი იქიდან არის მე ჩვენი ტრამვები, ბავშვობის ტრამვები და მოყვება დიდობამდე, ხო? მერე უკვე ბაღის პერიოდი, სკოლის პერიოდი, უნივერსიტეტის პერიოდი, ну, ცხოვრების ეტაპები, ანუ ჩვენ რასაც გავდივართ, როდესაც საყვარელი ადამიანი გარდაგვეცვლება, ეს ყველაზე მძიმე თითქოს გული გაგვეგლიჭა, ხო? ანუ სულიერი ტკივილი, ანუ როდესაც ჩვენი გულის და სულის ნაწილი ადამიანი გარდაიცვლება და ჩვენ უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლია რომ გავაცოცხლოთ, ხო, მის ადამიანი და აი ეს სულიერი ტკივილი, სულიერი ჭრილობები და როდესაც საყვარელი ადამიანი ღალატობს, ხო, ეს ცოლქმრული, ანუ შეყვარებულობის პერიოდში მაგალითად ცოლქმრული ღალატი, ოჯახის ნგრევა, რომ შევცდით იმ ადამიანში, ანუ გული ვაჩუქეთ და იმ ადამიანმა გული გვატკინა, ანუ სულიერი ჭრილობები. მოკლედ, აგრეთვე, როდესაც მშობლები აყენებენ ძლიერ სულიერ ტკივილს თავიანთ შვილებს, ხო? მაგალითად მიატოვეს, ან რაიმე სულიერი ტკივილი მიაყენეს, ანუ გული ატკინეს მშობლებმა აგრეთვე, როდესაც შვილების ტკენენ, ხო, ძირითადად ოჯახის წევრებისგან გვწყინს ყველაზე მეტად. გვწყინს როგორ, უფრო მეტად სულიერ ტკივილს განვიცდით ყველაზე მეტად, როცა გვიყვარს ეს ადამიანი და ეს ადამიანი გვაყენებს ტკივილს, ხო? და საერთოდ ესეთი გამოთქმა არსებობს ჩემო ძვირფასებო, ბედნიერი ადამიანი სხვას არ მიაყენებს ტკივილს და ეს რეალურადაც ცხოვრებაში ასეა, რადგან ადამიანს შიგნით რაც აქვს, იმას გასცემს, ხო? თუ აქვს სიყვარული, სიყვარულს გასცემს, თუ აქვს აგრესია, ტკივილი, ბოროტება, ღვარძლი, შური, ხო, იმ ბოროტებას ანთხევს, ხო, სხვა ადამიანებზე. ასე რომ თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ჩვენს ნერვულ სისტემას, ჩვენს გულს, ჩვენს ფსიქიკას, ჩვენს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას, ერთმანეთს, ჩემო ძვირფასებო, რომ იმ ნატკენი გულის სულიერი ჭრილობების მოშუშება მე ძალიან რთულია და ეხლა შემეკითხებით, ხო, აბა როგორ უნდა ვუშველოთ აი ამ სულიერ ჭრილობებს, ანუ რითი ინკურნება. ну, გავიგეთ, რომ ეხლა ის ფიზიკური ტკივილი, კი ბატონო, პრეპარატი და იმ პრეპარატის მეშვეობით ტკივილი გავიყუჩეთ, იმ ორგანოს ჯანმრთელობა აღვიდგინეთ და კი ბატონო, მოგვარდა ეს ჩვენი ჯანმრთელობის აღდგენა, მაგრამ აი სულიერ ტკივილს, ჭრილობებს როგორ უნდა ვუმკურნალოთ, ხო? ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, წამალი პრეპარატი, ეს არის სიყვარული, ჩემო ძვირფასებო. მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანს გული ბოროტებით, სიძულვილით, აგრესიით და მოკლედ უარყოფითი ენერგიით აქვს სავსე, მასში უკვე სიყვარულის ადგილი ახარ არის და აი როგორ უნდა დავეხმაროთ ესეთ ადამიანს აი ამ სულიერი ჭრილობების, ტკივილების განკურნებაში. ეს არის სიყვარული, ხო? სიყვარული ეს თავგანწირვაა, ჩემო ძვირფასებო, მოგეხსენებათ იესო ქრისტემ ჩვენთვის
სიცოცხლე გაიღო და რატო გააკეთა ეს, ხო? უბრალოდ ადამიანებში ჩვენში იმდენად იყო უკვე ანუ ჩაფლულები ვიყავით და ვართ დღემდე აი ამ ასე ვთქვათ ცოდვებში, აი ამ უარყოფით ენერგიაში, აი ამ ბოროტებაში, ტკივილებში, რომ მან საკუთარი სიცოცხლე გაიღო, უკვე მეტი აღარაფერი აღარ შეეძლო, ხო? საკუთარი სიცოცხლე გაიღო, რომ თავისი სიყვარული გვაჩუქა, ხო? რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები და ჩვენ ვიცოცხლოთ და ყველაზე დიდი სიყვარული ეს არის, როდესაც ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს სწირავს, ხო? ესე იგი უფალმა იესო ქრისტემ საკუთარი სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის, ხო? ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღსდგა. სხვათა შორის ახლა სააღდგომო მარხვარის და მალე აღდგომა იქნება უფალი იესო ქრისტესი და ძირითადად კიდევ ვინ წირავს, ხო, ჩვენთვის თავს? ნუ მშობლები, როდესაც მშობლებს თავიანთი შვილების სიცოცხლეზე მეტად უყვართ, ხო? სიცოცხლეს წირავენ და არის კიდევ, როდესაც მეუღლე, ხო? სიცოცხლეს წირავს, მაგალითად რომეო და ჯულიეტამ, ხო? ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ სიცოცხლე შეწირეს ერთმანეთს, ხო? ასე რომ სიყვარული არის ყველა ასე ვთქვათ სულიერი ჭრილობის, სულიერი ტკივილის, ყველაფრის მკურნალი და წამალი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, დიდ სიყვარულს, აი ამ სულიერ კურნებას, რომ ერთმანეთისთვის გავიმეტოთ სიყვარული და არა ტკივილები და ბოროტება და აგრესია და ძალადობა, ხო? არამედ მხოლოდ სიყვარული და სიკეთე, რადგან სიყვარულით გადავრჩებით, გადაგვარჩენს, ხო? ერთმანეთის გახარებით, ასე რომ გისურვებთ სიყვარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. გაიხარეთ.